ურეკში ზღვაზე 30 წლამდე კაცი დაიღუპა. წყლის დინებამ დღეს 4 დამსვენებელი გაიტაცა. ისინი ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა წყლიდან ამოყვანის შემდეგ დამძიმდა. გავრცელებული ინფორმაციით კაცი უგონოდ იყო, მისი გადარჩენა კი ვეღარ მოხერხდა. პირველადი ცნობებით ის სომხეთის მოქალაქეა. წყალდიდობა ახმეტის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების თქმით, სოფელ ჭართალაში მდინარე ილტოს სანაპიროებს ანგრევს და სოფელს უახლოვდება. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემების შექმნა არაერთ ადგილას. განსაკუთრებით რთული ვითარება პანკისის ხეობის სოფლებში, ადგილზე საცხოვრებელი სახლებიც დაიდგორა. უკრაინის დარტყმების შემდეგ ანექსირებულ ყირიმში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. უკრაინული მედია წერს, რომ დარტყმა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე განხორციელდა, დაზიანდა იქვე მდებარე საავტომობილო ხიდიც. ბრეჟნევის შვილთაშვილი უკრაინის წინააღმდეგ ომში ტყვედ ჩავარდა. საუბარია 45 წლისა ანტონ მილაევზე. რუსულ მედიას ინფორმაციას მისი დედა ირინა კუზნეცოვა udasturებს. მათივე ცნობით, მილაევი უკრაინის წინააღმდეგ ომში 2025 წლის შემოდგომაზე წავიდა. ფრონტზე ის გამნაღმელად მუშაობდა. ნოემბერში მან ოჯახთან კავშირი შეწყვიტა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.